ვინაიდან გომელაური იყო ბელარუსის კგბ-ს ხელშეკრულებით, ანუ ოფიციალური ხელშეკრულებით პარტნიორი და მეგობარი, მას ადვილად შეეძლო მიემართა ბელარუსისთვის და ბელარუსებს აქვთ ეს ქლოროპისკინი, რომელიც არის კამიტე, მოდი ვთქვათ პირდაპირ, რუსული კამიტე 1-1-ში და მას იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროსაც და მეორე მსოფლიო ომის დროსაც რუსები სამხედრო იარაღად, ქიმიური იარაღად და ახლა აღძრული არის საერთაშორისო გამოძიება ამ ნივთიერების უკრაინელების წინააღმდეგ გამოყენების გამო და ბელარუსის და რუსეთის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება. მაქვს თუ არა სრულად ლოგიკური საფუძველი ვიფიქრო, რომ ის რაც გამოიყენეს, ვინაიდან დანარჩენი ყველა ვადაგასული იყო, თუ ასეთი არსებობდა, ეს იყოს შესაძლებელია ზუსტად რუსეთიდან ან ბელარუსიდან ფარულად შემოტანილი ქლოროპისკინი. აი აქედან ჩდება ეს ვარაუდის. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოგვცენ ნიმუში. მე ვარ ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივანი და შეხება მქონდა ამ ფეთქებადი, მომწამლავი, ტოქსიკური და ასე ვთქვათ იმპორტის ნებართვებთან მქონდა კომისია შესაბამისად გარკვეული ინფორმაცია ყოველთვის მქონდა ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ამ ნივთიერებებს, ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს აქვს ძალიან მოკლე პერიოდი შენახვის. მაგრამ ეს long period არის 5 წელი. მეაქცეთ პროტოკოლი. ესენი ამბობენ 2009 წელს შემოიტანეს. აქედან ვამბობთ, თუ 2009 წელს ეს შემოიტანეს და დაასაწყობეს, ის ყველა ვარიანტი 2014 წელს უნდა განადგურებულიყო. ვადის გასვლის გამო, ანუ ვარგისი იყო, ხო?